როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები? როგორია პარტიების წინა საარჩევნო პოლიტიკური პროგრამები და დაპირებები? როგორია გენდერული თანასწორობის საკითხები პოლიტიკურ პარტიებში? ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი. ეს და სხვა თემები გადაცემათა ციკლში გენდერი და არჩევნები. ქეთევან ბერძენიშვილთან ერთად. გადაცემები მზადდება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ. გადაცემებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, 4 შაბათია ეთერში გახლავთ გენდერი და არჩევნები ქეთევან ბერძენიშვილთან ერთად. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუდიის სტუმრები, ესენი არიან პარტია თამაზ მეჯაური ერთიანი საქართველოს ნომერ 57 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონი ლია გვენეტაძე და ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციოს წევრი ბატონი მამუ გამხდელაძე. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემების ძირითადი რაკურსი მიმართული არის გენდერული თემები იმისკენ თუ პოლიტიკაში ძალიან ბევრი საკითხი არის გენდერულ ჭრილში განსახილველი და როგორი იქნება მომავალში იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ ქალბატონო ლია გახდებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის წევრად მოგვევლინებით, ალბათ საინტერესო არის ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც საცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ გენდერულ ჭრილში განიხილავთ და აყენებთ და ასევე ჩვენ ვისაუბრებთ მამუკა მღვდელაძის გამოცდილებაზე გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში. ამ საბჭომ არაერთი რეკომენდაცია მისცა ადგილობრივ თვითმმართველობას და არაერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. სწორედ ამ საკითხებზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. მაშასე მე პირველი კითხვით ქალბატონ ლიასთან გადავალ. პირველ რიგში ქალბატონო ლია, რო შევაფასოთ ის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სივრცე, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მუშაობა, მოღვაწეობა, წინა საარჩევნო პროცესების გავლა, როგორი არის ეს და შემდეგ უკვე სხვა საკითხებზეც გადავინაცვლებთ. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი, ქეთევან მოწვევისათვის. მე თქვენს თანადგომზე ყურადღებას მუდმივად ვხსნავ და მე ვფიქრობ ეს მისაბაძია სხვა ამ ტიპის ორგანიზაციებისათვისაც. რა შეეხება ახლა ჩემს დამოკიდებულებას, მე რამდენიმე დღის წინ დემოკრატიული ჩათვლების ცენტრში გავაკეთე მოუწყო კონფერენცია, რომლის ძირითადი თემა გახდათ გენდერული ორგანიზაციების თანადგომა მაჟორიტარი ქალბატონების კანდიდატების მიმართ და მაშინ ჩვენ ძალიან მტკივნეულ საკითხზე ვისაუბრეთ, ისეთ საკითხებზე, როგორც არის სწორედ ამ ორგანიზაციების, ზოგიერთი ორგანიზაციების, თქვათ ისეთი არათანადგომა მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ყურადღება არის ხშირ შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ მინიმალური, რაც ვფიქრობ ამ გენდერულ ორგანიზაციებს ნამდვილად არ უწევს პრესტიჟს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ თითქოს გენდერული ქსელი საქართველოში ნამდვილად მოიკოჭდებს, ეს ჩემი მარტო ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. სხვათა შორის ქალბატონი ირინე ბექაურის, რომელიც ექსპერტი გახლავთ გენდერულ საკითხებში, ამის სტატიას ვკითხულობდი, სადაც ის ზუსტად ასეთი ფრაზით აფასებს, რომ საქართველოში გენდერული ქსელი ჯერჯერობით კვლავ ბრმა. თუ გადავხედავთ პოლიტიკურ პროცესებში, ვთქვათ, გენდერის მონაწილეობას ქალთა მიმართ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ მიღწევები ნამდვილად არ არის. მხოლოდ ვთქვათ 2014 წლისთვის შეიძლება ვისაუბროთ დადებით ტენდენციებზე, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობებში დაახლოებით 14% ქალბატონი მოხდა და ეს იყო, მე მგონი, ვფიქრობ, მაშინ ძალიან წარმატებული ნაბიჯი ამ მხრივ. მეშვიდე მოწვევის საპარლამენტო სესიაში ქალბატონები მხოლოდ 5% იყვნენ წარმოდგენილი და მის წინა პარლამენტში 7%, რაც დამეთანხმებით არ არის სასურველი ციფრები. თუ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს გადავხედავთ, სადაც ქალბატონები მოიეზრებიან პარტიებში, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივ გენდერული ბალანსი დაიცვეს პარტიებმა, პატრიოტთა ალიანსმა, ნაციონალებმა ნაწილობრივ და რესპუბლიკურმა პარტიამ, სადაც პირველ ხუთეულში არიან ქალბატონები მეტაკლებად წარმოდგენილი, ზოგან 2, ზოგან 3 და სხვა შორის პატრიოტთა
ერთალიანში სამი ქალბატონია წარმოდგენილი პირველ ხუთეულში და რაც უნდა გაგიკვირდეთ ნინო ბურჩენაძის პარტიაში ამას ეხა იმიტომ უსვამ ხას რომ არც ერთი ქალბატონი არ არის წარმოდგენილი საერთოდ ათეულში ერთი ქალბატონია სამაგიეროდ პირველ ხუთეულში მესამე ნომრად მისი ვაჟია წარმოდგენილი აზორ გეწაძე ამას იმიტომ გავუსვი ხაზი რომ 2006 წელს, როდესაც პარლამენტმა მიიღო ზუსტად გენდერული თანასწორობის კონცეფცია ქალბატონი ნინო იყო ზუსტად ქალბატონი ნინო გახდათ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე და ცოტა ისეთი პარადოქსული ფაქტია ამ მხრივ დამოკიდებულება თვითონ ქალბატონი ნინოს აი ამ საკითხების მიმართ. ეხლა მე ძალიან მსიამოვნებს რომ ბატონ მამუკა შემოგვიერთდა ჩვენ ამ საკითხში და მე მინდა ბატონ მამუკასთანაც აუცილებლად ხო მე მინდა ვთქვა რომ 2016 წელს როდესაც უკაცრავად 2016 წელს როდესაც მარინა კობახიძემ კვლავ გააძლიერა ამ მხრივ შემეძლია ვთქვა გენდერული თემატიკა საქართველოში მან შეიტანა კანონპროექტში ვთქვა ესე იგი წარადგინა კანონპროექტი სადაც ის უკვე არა მარტო პარლამენტში არამედ მუნიციპალიტეტებშიც ითხოვდა აი ამ კანონის მიხედვით გენდერული თანასწორობის საბჭოების დაარსებას ეს საბჭოები იანვრში შევიდა კანონპროექტი და უკვე თებერვლიდან თუმცა ეს საბჭო რომელსაც ბატონი მამუკა წარმოადგენს მანამდე 3 წლით ადრე იყო და ეს იყო ფონდის ოხუმის მიერ დაარსებული მაგრამ ეხლა უკვე დაკანონდა და ეს გენდერული საბჭოები თითქმის 16 მუნიციპალიტეტში გაიხსნა თუ არ ვცდები არა 24 მუნიციპალიტეტში არსებობს უკვე მე არ ვიცი ხა ბოლო ხანებში მიემატა თუ არა და ამას აქვს ძალიან ასე ვთქვათ მყარი საფუძველი იმის გამო რომ ისინი ბიუჯეტები ესე იგი ფინანსდებიან სახელმწიფო და შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასე რომ და გარდა ამისა დაემატათ ასევე მრჩეველის რანგში დიახ ერთ-ერთი თანამშრომელი მერის ან ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიც პირდაპირ აი მრჩეველის რანგშია დამატებული ამ საკითხებში მიუხედავად ამისა კიდევ ამბობ მე როგორც ერთი ინდივიდს ერთ მაჟორიტარ კანდიდატს აი ამ ორგანიზაციების თანადგომა არც დონეზე არ მიგრძნია და შემიძლია თამად განაცხადო რომ მე როგორც ჟურნალისტ როგორც მოქალაქეს როგორც თქვა იგივე ფონდის ოხუმი და თქვა რომ ფონდის ოხუმთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს და არა მარტო თქვა ჩვენ ორმხრივად ასე თქვა თანამშრომლობთ თუ ისინი ჩემს გვერდითგან ყოველთვის თქვა მათ გვერდით და არაერთი გენდერულ საკითხების პრობლემატიკაში დაძლევაში მიმიღია მონაწილეობა ჩემი ინიციატივები მქონია ასე რომ ამ საკითხებში შემიძლია თქვა რომ საკმაო გამოცდილებაც მაქვს და საკმაო ასე თქვა გონებრივი რესურსის მაქვს შადებული ამიტომ ახლა როდესაც უკუგების პროცესი ხდება ასე დროს მე ვფიქრობ რომ ზუსტად ქალბატონებს უნდა დაგვიდგენ გვერდით მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ შეიძლება რაღაცა მიმართვის ფორმაზე აი მიგიმერთია თუ მგონი თქვენ მკითხებთ მე ვფიქრობ რომ ეს მიმართვის ფორმა ცოტა უხერხულია იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი ვალდებულება და პირდაპირი მოვალეობა და ხე ვერ დამაწუნებს ვერავინ როდესაც კონცეფცია გდება რომელიც გათვლილია პირდაპირ და მის საფუძველში ჩადებულია ყველა ის კონვენციები ადამიანის თავისუფლებიდან დაწყებული იქ კაიროს კონვენცია არის თუ ვთქვათ ადამიანთა უფლებებია თუ ქალთა უსაფრთხოების შესახებ და თანასწორობის შესახებ ყველა კონვენცია რაც კი ევროპულ დონეზე არა მარტო ევროპულ დონეზე მიღებულა აბსოლუტურად ყველა კონვენციისა და პაქტის და ვთქვათ შეთანხმების საფუძველზეა ზუსტად დამყარებული ეს გენდერული ასე ვთქვათ საბჭოები და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს მათი პირდაპირი ვალდებულებაა და მით უმეტეს როდესაც არჩევნებში ღებულობ მონაწილეობას და როდესაც მათი თანადგომა ნამდვილად გჭირდება მე ვფიქრობ რომ ამ საკითხებში შეხსენება არ უნდა დაჭირდეს დიდი მადლობა ქალბატონოლია ბატონო მამუკა ქალბატონმა ლიამ აღნიშნა რომ ასე ვთქვათ პირდაპირი მოვალეობა არის ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებული გენდერული საბჭოების ის რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს ან პოლიტიკურ სუბიექტებს რაღაცა ტიპის ვთქვათ დახმარება თუ თანადგომა გაუწიოთ თქვენ როგორც სხვადასხვა ტიპის თანადგომა დიახ გასაგებია თქვენ როგორც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი რომელიც 3 წლის განმავლობაში აქტიურად იყავით ჩართული და ერთ-ერთი მამაკაცი ხართ რომელიც ყველა შეხვედრაში თითქმის ყველა შეხვედრაში იღებდით მონაწილეობას და არაერთი რეკომენდაცია მიეცით ამ კუთხით ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერის კუთხეც გულისხმობ რა თქმა უნდა რას ეთყოდით ახლა ჩვენს მსმენელებს ქალბატონ ლიას პირველ რიგში მინდა მივესალმო თქვენს მსმენელს და დღევანდელი დღე ღვთისმშობლობა მინდა მიულოცო ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა თქვენი წყალობით ქალბატონ ქეთევან და თქვენ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ეთერში ეხლა რაც შეეხება
ну მე მაგათად ხაზი მინდა თავიდანვე გავუსვა იმას რომ მაგათად ყოველგვარი პოლიტიკისგან გამიჯნით ამ მე რა თქმა უნდა არ უმალავ ჩემ პოლიტიკურ სიმპათიებს მაგრამ ეს ის თემა არის როცა არაფერში არ არის საჭირო პოლიტიკა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მინდა ვისაუბრო გენდერულ თემატიკაზე და მით უმეტეს დღეს მე წარმოვადგენ აქ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს ესე დავიწყოთ იქედან რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქცია ნამდვილად ვერ იქნება ის რომ რომელიმე მაგალითად კანდიდატს დაეხმაროს მიუხედავად ეს იქნება მართველი თუ ოპოზიციური პარტიის და ეს ანუ ჩაგეჭრებით მე არ ვამბობ ხა არა მე დავასრულე მე ერთი წუთი იმიტომ რომ მე სწორად რო წავიდე ჩვენი საუბარი არა მე არაფერი არ ამბობს თქვენს შეგეძლოთ იგივე თქვა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს აი თქვა მე გისვამთ ასეს კითხვას რა გააკეთეთ იმისათვის რომ აი პოლიტიკურ პარტიებთან რაღაც კონსულტაციები გაგეწიათ იცოდით რომ რამდენად იყო ეს თქვენი კომპეტენცია ქალბატონები თქვა ამ საარჩევნო სისტემაში რამდენი თქვა ქალბატონის ჩართვა შეიძლება და ასე რომ მე არ წარმოვადგენ ადგილობრივ თვითმმართველობას, ახლა წარმოვადგენ გენდერულ საბჭოს, რომელიც არის ადგილობრივ თვითმმართველობასთან და აქ არიან წარმოდგენილი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები და ასევე არიან, რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრებიც. ეს არის შერეული ჯგუფი და ამიტომ მისი უნიკალურობა, რომ მაგალითად ვინმეს კოლგის ქვეშ არ უნდა იყოს ეს და მაგალითად მე მგონი ნოდარ ჯიქიას და თეონა გოგიშვილის შემდეგ მიკერძოებულობაზე არასაუბარი. ანუ არ წარმოადგენენ რა თქმა უნდა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას. მაგრამ ესე იგი რაც შეეხება კონსულტაციებს, რა თქმა უნდა ყველასთან გახსნილია კარები, ყველასთან უნდა კონდეს კონსულტაცია, რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ ძალას, ეხა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა თავისი განზრახვები ბატონმა მეჭეურმა და მივესალმები, როგორც თქვენ ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას და ბუნებრივია ვერ გვექნებოდა კონსულტაცია, თან მინდა აღვნიშნო, რომ ეს რომელიც თქვენ თვითონაც თქვით, რომ ეს საბჭო, რომელიც არის ფონდის სოხუმის მხარდაჭერით შექმნილი, ფუნქციონებს უკვე წლები და მიხარია რომ ახლა ამ ეტაპზე უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა ეს, მაგრამ ამ წუთას თვითონ ამ საბჭოს აქვს ესეთი პერიოდი, როდესაც პროგრამულად არის წვეტა, აი აგვისტოს ბოლოს ახლა დაამთავრდა, რაც პროგრამული ნაწილი იყო დასრულდა და ახლა ხდება ახალი სასურველი იყო, რომ ახლა ამ პერიოდს არ დამთხოვდა ეს, მაგრამ ახლა 3 წლის წინ ეს ხო საერთაშორისო მხარდაჭერით კეთდება, ახლა როდის გარჩევნები იქნებოდა, ამას ნამდვილად არ იყო გათვლილი, სასურველი იყო, რომ ახლა ამ წუთას იყოს პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მაგალითად თქვენ და თქვენნაირ კანდიდატებს, რომ ტელესივრცით და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა სასურველია, მაგრამ ამ წუთას ჩვენს ორგანიზაციას აქვს პროგრამული წვეტა და მართლა მივესალმე, მაგალითად თქვენზე აღნიშნავ ერთ რამეს, რომ მე თქვენ წლების წინ მახსოვხარ თქვენი იმიჯი იყო როგორც პოეტის და მიხარია რომ თქვენი იმიჯი წერალი და წერილობასთან და პოეზიასთან და პროზასთან ერთად უკვე თქვენი იმიჯი უკვე ყალიბდება როგორც პოლიტიკოს და საზოგადოებრივი მე შეგახსენებთ ჟურნალისტის პროფესიით და ჩემი მოღვაწეობა ტელევიზიაში დავამთავრე საინფორმაციო სამსახურის უფროსობით ასე რომ თქვენი პირველი ლექსების კრებულიდან მოყოლებული ძალიან ვაფასებ თქვენს პოეზიას მაგრამ არავის არა დამოკიდებული ის რომ მაგათაც სიაში ჩაწეროს ვინმე თქვენ როცა უკვე ბოლო წლებში სოც არ არის პოლიტიკოს შეიძლება ერთი წუთით მაშინ დაგისვამთ ასეთი ტიპის შეკითხვას ორივეს ჯერ ბატონმა მამუკამე პასუხოს მერე ქალბატონმა ლიამ როგორ ფიქრობთ უნდა არსებობდეს კონკრეტულად ისეთი პროგრამები რომელიც გათვლილი იქნება მომავალი პოლიტიკოსებისთვის ან პოლიტიკაში მოღვაწე იმ ადამიანებისთვის ვისაც უნდა რომ გენდერულ ჭრილში თავისი მოღვაწეობა წაიყვანოს ან ქალბატონი ახლა იცით არის ცალკე არ შეიძლება ვთქვათ მარტო ქალებისთვის იყოს მხარდამჭერი და ჩვენ როცა ვსაუბრობთ თანასწორობაზე აქ თანასწორობა გულისხმობს კაცისა და მამაკაცის ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას დიახ მაშინ როგორი ტიპის სამუშაოები უნდა გაწიონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომელიც ვთქვათ კი ბატონო ჩვენ ვზრუნავთ იმაზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მათ შორის ქუთაისის გენდერის მედია ცენტრი და ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობის არაერთ აქციას აწყობს ამისთვის რომ ჩვენ ავამაღლოთ მაგალითად ამომრჩეველთა დონე იმისთვის რომ ქალ კანდიდატებს დაუჭირო მხარი, მაგრამ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა სახის სამუშაოები უნდა გასწიონ ამ ორგანიზაციებმა იმისთვის რომ თვითონ პოლიტიკოსების დონე, ან ნუ არ ვიცი რა უნდა ამაღლდეს. დიახ, ჯერ თქვენ გეკითხებით ბატონო მამუკა, როგორც არასამთავრობო სექტორში მოღვაწეა. მე მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა უნდა იყოს ქალბატონებისთვის გახსნილი.
დაწყებული თქვენ, აი როგორც თქვენ ახლა აკეთებთ, ეთერს უთმობთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშია ძალიან ბევრი რამე სამუშაო. აი მაგათად მე პროგრესს ნამდვილად ვხედავ. მაგათად სადაც დამეთანხმება ალბათ, არ უარყოფს ქალბატონია, რომ სადაც თვითონ იყრეს კენჭს, 3 აქტიური ქალბატონია იმ ოლქში. 3 აქტიური და საერთოდაც ძამისასალმებელია, რომ წლევანდელ არჩევნებზე ქუთაისიდან 9 ქალია კანდიდატი. ხო და არ ყოფილა არასდროს. ხოლო ერთ ოლქში არის 3 ქალბატონი. არც ერთი ოლქი არაა, რომ არ იყოს ქალბატონი. და ყველა აქტიურები არიან ეს ქალბატონი და უფრო მეტად აქტიურობენ და ჩანან, შეიძლება ვიდრე მამაკაცები. ახლა თავარია რა შედეგი იქნება. ეს უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა. და შეხვედრებსაც სხვათა შორის ძალიან აქტიურად იყენებენ მამაკაცები. არც 2 წლის წინ ადგილობრივ არჩევნებში, ანუ არც 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში და არც 6 წლის წინ და ასე შემდეგ მსგავსი აქტიობა არ იყო. იყო მხოლოდ მე მახსენდება, ახლა გენდერულ თემატიკასთან დიდი წლებია რომ შეხება აქვს. მახსენდება მხოლოდ სარეკომენდაციო დონეზე შეიძლება ყოფილიყო ქალბატონი ლიასნერი აქტიური ქალბატონების ისე რომ რატო არ სვამთ არავინ არავის არ ჩასვამს. ქალბატონებმა თვითონ უნდა შექმნან თავისი იმიჯი, როგორც ახლა ჩემს პირდაპირ ზენკის ქალბატონი ლია და გადაწყვიტა რომ იყოს საზოგადოებრივ და აქტიური ადამიანი და მე არ მივესალმებ იმას რომ მარტო კვოტის გამო ვიღაცა პარტიამ და იმის გამო რომ ვიღაცა დაფინანსებას მიცემს ათეულში უბრალოდ ჩაწეროს ვიღაცა სახელი და გვარი და ეს ერთ-ერთი დამახალისებელი ფორმა არის, მაგრამ რა თქმა უნდა ქალები უნდა იყოს თვითონ აქტიური. ერთი რომ თვითონ ქალებმა უნდა შექმნან პოლიტიკა, რომ მათ შეუძლიათ ბევრი რამ და მივესალმებ მე ქალბატონი ლიას და მასთან ერთად ყველა იმ 9 ქალბატონს, რომელიც ამას აკეთებს, ახლა რა თქმა უნდა იყოს ხელშეწყობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ისეთი ტიპის ორგანიზაციებსა, როგორც არის მაგალითად გენდერული საკონსულტაციო საბჭო, მეტი შეხვედრები, მეტი კომუნიკაცია საზოგადოებას და რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და მე ვთვლი, რომ ბოლო დროს მე აქტიურად დავიწყე უბრალოდ რამდენიმე პროექტს არის, რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებ ჩვენ ამ თემას. მე ხა პროექტი მაქვს ბაღის ასაკიდან ბავშვებისთვისაც კი. მით უფრო ჩვენ მოვიგებთ ამაში. რა თქმა უნდა, ამ აზრის ფორმირებას აქვს ყველა, რა თქმა უნდა, ის ხალხი, რომელიც ახლა შუახნის ადამიანებს წარმოადგენენ, ვერ დაელოდებიან პატარა ბავშვების გაზდას. ამიტომ რა თქმა უნდა, მათ უნდა იაქტიურონ. მე ვთვლი, რომ ყველაზე მეტი სააქტიურო აქვს თვითონ ქალებს. და თქვენ მე მაგალითს მოგიყვანთ კლასიკურ მაგალითს, მარტო ქალბატონების დისკრიმინაციას მაგალითი კი არა, მამაკაცები საკმაოდ სერიოზულად იჭაგრებიან. მე თუ მომეცემა. ხო, მაგრამ ახლა ხო, ამ სიტყვაზე მე მიდიხარ ქალბატონ მალია მიპასუხოს და შემდეგ საინტერესო იქნება მამაკაცების. მე დავიწყებ, მე მაინც ვერ გავერკვე ახლა ფონდის სოხუმის მიერ შექმნილი აი ეს გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე, რომელსაც თქვენ ბრძანებდით, რომ წყვეტა აქვს, ეს არის მერიაში თუ ის რაღაცა მე ახლა საუბრობდი, რომ ის არის სხვა რომელიც ახლა ხან შეიქმნა, რაზეც თქვენ საუბრობთ, ქალბატონულია. იყო იქედან ყოფილიყო წარმომადგენელი და მასთან ერთებოდა დღეს დიალოგი და უფრო საინტერესო იყო ჩემთვის მაგრამ იმას ჯერ არაფერი ანუ არ დაუწყიათ საქმიანობა ის და ფონდის სოხუმის მით უმეტეს არანაირი პრეტენზია არ მაქვს ამ საკითხში განსაკუთრებულად მე მოვიწვია სპეციალურად ადამიანი რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით და სხვა დროს უკვე როდესაც ექნებათ მათაც გამოცდილება იმათ მოვიწვევ ჯერჯერობით არა რა შეეხება მამაკაც მინდა უთხრა რომ აი ეს ქალბატონები რომლებიც თქვენ ბრძანეთ რომ ახლა პირდაპირ ჩემს მაჟორიტარიაში მაგალითად 3 ძალიან აქტიური ქალბატონები ეს ძალიან კარგია მეც აქტიური ვარ ალბათ რაღაც დონეზე და შეიძლება ისინი კიდევ უფრო ჩემზე მეტად იმიტომ რომ მათ სხვა საშუალებები აქვს საარჩევნო კამპანიაში მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი საქმე იმაში რამდენი ქალი დარჩება და რამდენი ქალი მოვა პოლიტიკაში დამერწმუნდით არც ერთი ქალი თქვენ თქვით რომ ქალმა უნდა შექმნას თვითონ პოლიტიკური გარემო რასაკვირველია ჩვენ ისე არ მოვდივართ თქვა რაღაც გარკვეული ინტელექტის დაგროვების რაღაც გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე და ამას ეს არის ძალიან დიდი გაბედვა მით უმეტეს სოციუმში როგორც ქართული სოციუმი გახლავთ და ქართული საზოგადოება გახლავთ მაგრამ საქმე რაშია დამერწმუნეთ ვერც ერთი მამაკაცი შეიძლება თუნდაც იმ ქალბატონებს ვერ დაგვიდგებოდა წინ რომ ის საარჩევნო ის არათანაბარი საარჩევნო და ის არასწორი და არასამართლიანი არჩევნები რომელიც დღეს საქართველოში და მოდი ახლა ჩვენ ამაზე ნუვითარებთ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ მიმდინარეობს საქართველოში არჩევნები რომ საქართველოში არჩევნები არ არის
არის დამოკიდებული არც ადამიანის გამოცდილებაზე, არც ადამიანის ინტელექტზე, ან მის პოლიტიკურ პოტენციალზე. არჩევნები დღეს საქართველოში მხოლოდ დამოკიდებულია ფინანსებზე და ასეთ ვითარებაში, როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ქალბატონებს შეუძლიათ და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ საქართველოში დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია და საერთოდ ქვეყანაში პროცესები თანმიმდევრულად და დახვეწილად არ მიმდინარეობს, ისე როგორც სახელმწიფოს ეკადრება და მე ვფიქრობ, რომ ამ დონეზე ჩვენ საერთოდ არ აქვს სახელმწიფო, ძალიან ძნელია ადამიანმა პატიოსანი შრომით იშოვა ფული, თორე დამორწმუნოთ შეიძლება მე არ ცუდი მწერალი ვიყო, არ ცუდი პოეტი და მე შემეძლო თუნდაც აქედან რაღაც შემოსავალი მქონოდა, მაგრამ ჩვენ ხო არ ცხოვრობთ თქვა ევროპულ ქვეყანაში ან ამერიკული წყობის ქვეყანაში, სადაც შენი გონიერები და შენი ცოდნით შეიძლება იშოვა ფული. და ხშირ შემთხვევაში ჩვენთან მაქინაციების წყალობით თანხებს სამწუხაროდ ჩვეულებენ ხოლმე მამაკაცები, რაც ჯერ კიდევ და დამკვიდრდა იშვიათად ქალებიც, მაგრამ ასეთი ქალები ცოტა ნაკლებად მოდიან პოლიტიკაში და მე არც მევესალმები, რომ ასეთი ქალები მოვიდნენ თუნდაც პოლიტიკაში. ჩემთვის პოლიტიკა და ზოგადად პარლამენტი არის ორგანო, სადაც უნდა მოვიდნენ ქვეყანაზე პირველ რიგში ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები უნდა მოვიდნენ პირველ რიგში და შემდეგ მე ვფიქრობ ინტელექტუალურად განათლებული ადამიანები, მაგრამ რა დაუბრუნდეთ ლია იმ კითხვას, რაც მე დაგისვით, რა ვთქვათ, რა ბერკეტები, რა შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელიც გენდერულ წილში მუშაობს, იმისთვის რომ ვთქვათ, აი ესე დაეხმარონ გარკვეული გვერდით თქვენ მომიწვიეთ მე დღეს გადაცემაში ეს გარკვეული პიარი, მაგრამ თქვენ ამისთვის მე ამას არავინ არ გიშლით, მე მგონი ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობა და მე ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სწორედ გენდერულ საკითხებზე მოღვაწეობს საქართველოში, აქვს ზუსტად ეს ბერკეტი, იმიტომ რომ ყველა მათი მოღვაწეობის გათვლილი დეტალი, თქვა, დამყარებულია ზუსტად, თქვა, იმ კონცეფციებზე, რომელიც თქვა შემუშავებულია სოფლიოში. არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა თუ ის კონკრეტულად არ არის შექმნილი ამისთვის, მე არ ვიცი, საქართველოში, არა, მე რას ვამბობ, იცით, რომ მარტო მე რას ვამბობ, ერთი წუთი დავასრულებ, კონკრეტული საარჩევნო პერიოდისთვის არ იქნება. ანუ მე ვამბობ გრძელვადიან პერსპექტივას, ხო? ანუ მე რას ვამბობ, გეკითხებით, ამ შემთხვევაში ვთქვათ, რა პროგრამები უნდა განახორციელოს, იმისთვის მე მაგალითად ვიცი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალთა ჩამოყალიბებაზე, გოგონათა გაძლიერებას და ასე შემდეგ. მაგრამ ვთქვათ, უშუალოდ არჩევნების პერიოდში რა აქტიობები რა მნიშვნელობა აქვს ქალთმგეთევან მე ხა ლეონიდაძე ვთქვათ ვიჩაგრები ოჯახში სიტყვაზე ვამბობ ვიჩაგრები რაღაცა სოციუმში ვიჩაგრები თუ ხო არ აქვს ამას მნიშვნელობა რა მნიშვნელობა აქვს ხა მე პოლიტიკაში მოვდივარ დღეს და პოლიტიკაში მჭირდება ამ გენდერული ქსელის თანადგომა მე ვამბობ რომ გენდერულ ხო ვიცოდით არა ახლოვდებოდა საპარლამენტო არჩევნები რა სამუშაოები აწარმოა ვთქვათ გენდერულმა ქსელმა შეისწავლა თუ არა ვთქვათ ის პოლიტიკური პარტია ვთქვათ რამდენი ქალბატონი უნდა მოსულიყო აქ თუ არა თქვათ რაღაცა დადებული დღეს რაღაცა პროგნოზები თქვათ ძალიან ისეთი კვლევები ჩარსებობს მაგრამ იცით რა შეა საქმე ყველა პოლიტიკური პარტია თავის სიას სადაც არის ნაჩვენები ქალი იქნება კაცი იქნება თუ რამდენი იქნება დებს ძალიან ბოლოს ამიტომ ახლა უნდა იმკითხაო მაშინ სავარაუდოდ ვინ შეიძლება იყოს მაგრამ თუ კი პოლიტიკის ზოგადად აქტიურები არიან ადამიანები ასეთ ადამიანებს ყველა შეკრებაზე ეძახიან სანამ ეს შედეგები დაიდება ბატონო მამუკა როგორ არის ჩაგრები სანამ ეს პოლიტიკური შედეგები დაიდება სწორედ მაგას ვამბობ ბატონო ქეთევანო სანამ პოლიტიკური შედეგები იქნება მანამდე უნდა იყოს გაწეული ინფორმაციული თემა სამუშაოები გაწეული მანამდე უნდა იყოს აგიტაცია გაწეული რასაც ახლა ახალი ჩამოყალიბებული ჩვენ პარტია რო წარმოგიდგენს არასამთავრობო სექტორს არ აქვს ჯერ ერთი დიდი ხნის მუშაობის ისტორია და მით უმეტეს გენდერი სულ ახლახან დაიწყო ხო 2 წელია რაც ძალიან აქტიურად დაიწყო გენდერული კუთხით. არა, კი, მე ვამბობ, რაც აქტიურად დაიწყო, თორე მანამდე რაღაცა კვლევები ტარდებოდა, რა თქმა უნდა. ეს იყო, თქვა, გენდერული ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობა, რომ რაღაცა აგიტაციები, თანამშრომლობა ამ პოლიტიკურ პარტიებთან როგორი იყო, თქვა, ქალთა აქტივობა როგორი იქნებოდა, აი შესაძლო, თქვა, შესაძლო პროგნოზი, თქვა, როგორი იქნებოდა და თქვა, შეიძლებოდა თუ არა, თქვა, მეტი ქალი ყოფილიყო იმ პირველ 5 თვეში თუ იმ პირველ 10 თვეში და ეს და ეხლა რა შეიძლება კვოტირებაზე მინდა თქვა, ეხლა ბატონო მამუკა თქვა, რომ ის ზუსტად იმ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სწორედ იმ არჩევნებზე, რომელიც საქართველოში ფაქტურად არჩევნებს უწოდეთ, მაგრამ ის არ ჯდება არანაირი დემოკრატიის ჩარჩოებში, როგორც არჩევნები. ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი. ახლა ევროპული გამოცდილების დემოკრატიული არჩევნები ჩვენ არ ქონია.
მართლა გეტყვით ახლა რომ არა ჯერ მე რასაც თვალს ვადევნებ ხო მოდი დავასრულებია ხალბატონია რესურსის გამოყენების თვალსაზრისით იქნება თუ დაშინების თვალსაზრისით ყოველგვარი მაგაზე კვლევებს ატარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემაზე გვექნება საუბარი მაგრამ მოდით მოусმინოთ ხალბატონ ლიას და შემდეგ უპასუხებთ თქვენ ჩვენ ასაკურველი ახლა მარტო ხელისუფლება შეიძლება რაღაცა წინწადგმული ნაბიჯები არის თუმცა ახლა ეს გადანაწილება პარტიებზეც მანდამაინც თანაბარი პრინციპებით არ მომხდარა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ რამდენიმე პარტია თქვა გამოთქვავს ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს როგორც გავს არათანაბრობის პრინციპი მაინც არ იყო აქ დაცული და ესეც თვალშისაცემია ეხლა რაც შეეხება იმას რაზედაც კონცენტრაციასთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ ამბობ როდესაც სანამ ქვეყანაში მართლა არ დამყარდება დემოკრატიული არჩევნები ეს გზა გაიარა ევროპამ და ძალიან ბევრი ევროპულ ქვეყანაში ეს არ არის მუდმივი პროცესი ეს შეიძლება კონსტიტუციაში შეიტანო როგორც თქვა ჩადო და როგორც გარდამავალი დებულება და მე გაქრეს ეს კონსტიტუციიდან რამდენიმე წელი იყოს ან რამდენიმე ნორმატიული აქტი ხო რაღაცა ნორმატიული აქტი რომელიც შესრულების შემდეგ შეიძლება ხო ეს აქტი დაუშვათ საერთოდ ამოღებული იქნა შემდეგ კონსტიტუციიდან ეს არ არის პრობლემა მაგრამ ჩვენ საზოგადოებას როგორც გავს ეს მაინც ჭირდება თუ ჩვენ გვინდა კიდევ ამბობ არა ახლა მე შემთავზე არ ვსაუბრობ მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ქალბატონები და ამაზე უკვე ამდენი წელია ვსაუბრობ იმიტომ რომ ქალები მე უხერხულია იცით ხანდახან ახლა მაგალითად ქუთაისის საკრებულოში არის ორი ქალბატონი როცა რეგიონალურ საკრებულებში მაგრამ თუ სამი ქალბატონი აბაშა თუ არ ვცდები თქვა თითქმის 6 თუ 8 ქალია საკრებულებში და ასე შემდეგ და ხანდახან უხერხულობის მომენტიც არის როცა მარტო მამაკაცები რაღაცებს განიხილავთ ისეთ პრობლემებს რომ მე გეთანხმებით მე ქალბატონია ქალის ბუნებასთან შინაგან დამოკიდებული პირველ რიგში კიდე მეუბნები არ არის ჩვენზე დამოკიდებული ჩემზე დამოკიდებულია ქალბატონებზე არის წამყვანი აი ნახეთ ხა აგიხსნით მე ჩემი გადასახედა რაც არ უნდა კვოტირება შემოიღო და რაც არ უნდა ფინანსური წახალი ეს კარგი თემაა რომ შემოიღეს და მკვიდრდება მაგრამ რაც არ უნდა ფინანსური წახალისება შემოიღო და კვოტირება თუ ქალბატონი არაა მზად იმისთვის რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს ვერავინ ამას ვერ მოახერხებს თქვენ როცა გადაწყვიტეთ უკვე ბოლო წლები ხან მერობის კანდიდატობაზე იბრძვით უკვე ხან მაჟორიტეტ მართალია უშედეგოთ მაგრამ არა წარუმატებლად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ხო დამერწმუნებით ხო თქვენ დამერწმუნეთ რომ უკვე სერიოზულ განაცხადს აკეთებთ პოლიტიკაში მოცვლისთვის ხო თქვენ რომ მხოლოდ მწერალი და პოეტი დარჩენილიყავით რა თქმა უნდა ჩემთვის იყავით ძალიან ძვირფასია და მაგრამ პოლიტიკაში ხო ნაკლები შანსი ჰქონდათ რომ ყოფილიყავით ან საკრებულოს დონეზე მწერალი ისე ვარ მაგრამ და პუბლიცისტის და მთარგმნელი რა თქმა უნდა ეს კი არავის წაურთმევა თქვენც მაგრამ ხო უფრო ნაკლებად იყო შანსი რომ საკრებულოში ან სადმე ეხა ხო უფრო გაიზარდა თქვენი შანსი თუ სრულიად ართული რომ პოლიტიკოსი გაცილებით მაღალი რანგის ფიგურაა თქვენი მაგალითი არის კლასიკური რომ როგორ უნდა შექმნას ყველა ქალბატონმა და ამას მამაკაცები არავის არ ართმევენ თქვენ ისედაც დარჩეთ შესანიშნავი პოეტი მწერალი მაგრამ ამ დროს გაჩნდა უფრო მეტი შესაძლებლობა რომ თქვენ უკვე გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე არჩევით პოზიციებზე მოხდეთ ხო ეს თუ არ მოხდა მაგალითად შარშან წელს გაისად ყველა წელს უკვე ეს არის ანუ თქვენ უკვე ეს აქტიურ ფაზაში ხარ და თქვენ რომ დაელოდოთ ამას ან ვინმე დაელოდოს ხო არ მოვა იგივე ის 9 ქალბატონი ამისთვის მე არაფერს არ ვეროდები მე ყოველთვის იღებს და დღეს უფრო მეტი იბრძვის და გასახარია ეს მიხარია როგორც თქვენ და ამას მამაკაცები ფოდნოსით არავის არ მიართმევენ თქვენ ქალბატონებმა უნდა შექმნათ თქვენი იმიჯი და თქვენ თუ გინდათ რომ გადაწყვეტილების მიმღებ მაგრამ საქმე იმაშია მამაკაცებს უნდა საქმე იმაშია ბატონო მამუკავ რომ ჩვენი საზოგადოება ყალიბდება ჯერჯერობით საამისოთ იმიტომ რომ გარკვეული წლების წინ ითვლებოდა რომ მაგალითად პოლიტიკა არის კაცების საკეთებელი საქმე და იქ ქალს არაფერი ესაკვნებოდა რა თქმა უნდა ქალმაც თავის მხრივ უნდა აწიოს მისი მოქმედების თამასა მაგრამ კაცებმა არ უნდა იფიქრო რომ ეს მხოლოდ მათი საქმეა რადგან არ ვაკლებთ ცდელობას გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ტრიბუნიდან თუ ფორმით რომ დავამკვიდრო აზრი რომ მარტო ასე რომ ვთქვათ კუხნაში სამზარეულოში ვიცი ესე თქვა მარტო კუხნაში ქალის ადგილი არ არის და პოლიტიკაშიც ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მე ჩემწილ აგურს ვდებ მაგრამ ქალბატონებს ერთ რამეს ვეტყვი რომ
პირველ რიგში თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. არც კვოტირებაზე, არც არაფერზე. ჩვენზე არ არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, იმიტომ რომ სახელმწიფო არის კანონი პირველ რიგში. სახელმწიფო. კანონებს თქვენ უარყოფთ რომ სახელმწიფო გადადგა ეხლა ნაბიჯი. ქვეყანაში სადაც საზოგადოება გაზრდილი პოლიტიკურად და სოციალურად გაზრდილი საზოგადოება ქმნის კანონს, სადაც ქალიც და კაციც არის ბედნიერი და სახელმწიფო ამის კი ბატონო და ქვეყანაში სადაც 53% არის ქალი, აუცილებელია რომ ქალების გარკვეული რაოდენობა ხა შეიძლება 50-50-ზე სასურველი იყოს, მაგრამ არა მიღწევადი, მაგრამ დაახლოებით 30% რა თქმა უნდა ქმნიდეს დღეს პოლიტიკას. ქალების ამაზე მინდა დავამატო კიდე რომ აი თქვა როცა თქვენ ამბობთ რომ აი მაგალითად კვოტირების შემთხვევაში თქვა ჩვენ რომ მოვითხოვოთ 50-50-ზე თუნდაც რაც ნუახარას ნუ ვითხოვდით ჩვენ ამას მაგრამ მაგალ გამთავრებულები თქვენ ბევრი უნდა მოვითხოვოთ ვერ მოხდება არ მოითხოვე ბევრი რომ მიიღონ თქვენ თვლით რომ თქვენ გონიათ რომ 30% ქალი არ მოიძებნება საქართველოში გონიერი ქალბატონები რომლებიც 30%-ს თქვენ ფიქრობთ რომ პოლიტიკაში მოძებნითი პრინციპით ხდება პოლიტიკაში მე რას ვამბობ თუ არ დაიკვირდე ადგილი თქვენ ახლა უკვე პოლიტიკაში უკვე დაიკროვეთ გამოცდილება და ხომ ეთაქვენ რომ არავინ არ მოგძებნის კვიანი არა ხო და მაგრამ გამოდით გარეთ ჭკვიანო ქალბატონებო ასპარეზზე დაიყენეთ გვერდით თქვენ გამოდით გარეთ სამზარეულოდან გამოდით აი ახლა ის მე ნაწილში ვეთანხმებ ბატონ მამუკას რომ ქალებმაც რა თქმა უნდა საკუთარი წილი აგურეს ესე თქვა აქტიურობის არა გასაგებია თქვენ ხართ ესეთ მაგრამ ბევრი არის ესეთი რომელიც ჯერ კიდევ თავს იკავებს ან უნდა იყვნენ ქალებმაც რა თქმა უნდა თვით შეფასება უნდა აიმაღლონ ამ კუთხით შეიძლება პოლიტიკაში ხანდახან კაცების მხრიდან მამაკაცების მხრიდან ესეთ ოპონირებას ვისმეხოვან და შეიძლება ისეთი ქალები მოვიდესო პოლიტიკაში რომლებიც არ არის და რამდენიც გნებავთ იმდენი სუსტი ახლა აღარ ვიტყვით სხვა სიტყვას ძალიან შეურაცხყოფა არ მივაყენე ვინმეს რამდენიც გნებავთ იმდენი სუსტი მამაკაცია პოლიტიკაში როდესაც მინისტრები მოვიდნენ 6 მინისტრი როცა დაინიშნა სახელმწიფო მმართველობაში ამ 6 მინისტრიდან 4 ქალი გაანთავისუფლეს რაღაც პატარა შესაბამების გამო, მაგრამ ისეთი მინისტრი როგორც მაგალითად ჭიკაიძე იყო დატოვეს, ხო? ესე იგი ის რაც შეიძლება ეპატიოს მამაკაცს, თურმე არ შეიძლება ეპატიოს და ქალებს უფრო დიდი რიზის ქვეშ ატარებენ. და ისეთი პრობლემა არის, ხო და აი სწორი ბრძანდებით ქალთუნქეთებად რომ ქალმა შეიძლება რაღაც დააშაოს, მაგრამ ამის პატიება არ შეიძლება, მაგრამ მამაკაცმა შეიძლება დააშაოს და ამის ეს ერთ კლასიკურ ეთერის დრო თანდათან იწურება და მე არ მინდა მე ესა ორი წუთი მინდა მოგცეთ ახლა იმისთვის რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი მოსაზრება როგორ უყურებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აი ამ კუთხით გენდერული კუთხით რა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში რომ ჩვენ მივიღოთ მართლა თანაბარი მმართველობა შეიძლება ეს 2016 წელს ვერ მოხერხდეს მაგრამ ნუ ნელ-ნელა ეტაპობრივად ქალბატონოლია და მე ბატონ მამკო 2 წუთი შეიძლება რომ არაჩვეულებრივი საკანონმდებლო ბაზა და ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე გენდერული თვალსაზრისით. უბრალოდ აი ეს რაც მიღებულია, უნდა იყოს განვითარებადი და უნდა იყოს განხორციელებული და კანონის ძალით უნდა იყოს გამტკიცებული. მე ვფიქრობ, რომ ახალი დასამატებელი თითქმის არაფერი არ არის, თუ რაღაც შეიძლება შეიცვალოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში, ისე როგორც ვარ, შეიძლება რაღაც ჩაემატოს და ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეხა ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით და ამას ჭირდება გაძლიერება, დაცვა და ამ საქმეში ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებიც ახლოს არიან ამ საქმესთან, პროფესიონალები არიან ამ საქმეს და რაც მთავარია, იციან საქმის კეთება ისე როგორც ჭირდება თქვა გენდერულ პოლიტიკას. მე ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა. ქალბატონელია ბატონო მამუკა. ესე იგი მე ვიტყოდი რომ მე ვთვლი რომ რაღაც რადიკალური განსხვავებულობა საკითხის ხედვისადმი არ მქონდა ქალბატონ ლიასთან მიმართებაში, თუმცა მაგალითად ქალის როლზე რომ თვითონ შექმნას რაღაც თავისი პოზიციები, ამასთან დაკავშირებით იგივე ასე რჩები. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო კუთხით ამ შემდეგ ჩვენ არ აგვაქვს ესეთი ხელშემშლელი მომენტები. მე ვთვლი რომ პროგრესია ის რომ უფრო მეტი ქალია ჩართული ამ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ვერ გეტყვით რომ რადიკალურად შეიცვლება ბალანსი, მაგრამ ნაბიჯ, როცა მაგალითად 9 ქალბატონი ერთვება, ამას თავისი შედეგი მოყვება. თუ იქნებოდა 2, უფრო ნაკლები იყო შანსი, ხო? ამიტომ ფიქრობ, რომ ეს რომ პროგრესირებადი იქნება და მაგალითად გაისათ არჩევნებში 9-ის მაგივრად იქნება 14, აქ უფრო იმატებს შანსი. ეს ერთდროულად ერთბაშად არ მოხდება. კიდევ ერთხელ ვრჩები მაზრზე, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა ქალბატონებზე დამოკიდებულები,
ის რა გზაც ახლა ბოლო წლებში აირჩია ქალბატონმა ლიამ თუ ვინმეს ეს ბრძოლის ეს ცოტა ცოტა მახინატორები ხართო მამაკაცები მუდააბრალებთ მამაკაცებს თქვენს ხელშია ის რომ გენდერული ბალანსი ჩვენ ხელს არ უშლით მე პირადად რა თქმა უნდა ეს არ ბრალდება არ მიმიღია მაგრამ არავინ არ არსებობს ახლა უმრავლესობა რომ ქალების მაგალითად პოლიტიკაში იმას ბარიერებს უკეთებდეს მამაკაცები მაგრამ აქ ყველაფერი ძირითადად ყველაფერი არის თქვენს ხელში და სახელმწიფო არის ჯერჯერობით მამაკაცების მხარეს და მე სახელმწიფო იმიტომ რომ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღები არიან უმეტესწილად კაცები სწორედ ამაშია ვეღარ გავაგრძელებ დოდიში მაქსიმუმ შეიძლება მოვიდეს 20 ქალბატონი და იმასური ჩემს შარშანდელზე 1.11 ხომოვა ხო შეიძლება პროგნოზირებენ რომ წელსაც 12%-ზე მეტი არ იქნება პარლამენტის ქალი წევრების რაოდენობა მაგრამ ზუსტად ამ ქალბატონებმა მამაკაცებთან ერთად ფიქრობ რომ უნდა შექმნა ზუსტად ის საკანონმდებლო ბაზა რაც მე შემდგომში ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სწორედ ქალების და კაცების თანაბარ ჩართულობას იმისთვის რომ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე და პარლამენტში რა თქმა უნდა მეტი ქალბატონები იყვნენ ძალიან დიდი მადლობა ეს საინტერესო გადაცემისთვის მე ჩვენს რადიო მსმენელებს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ თქვენ უსმენთ გადაცემას გენდერი და არჩევნები რომელიც ყოველ ოთხშაბათს გადის რადიო ძველი ქალაქის ეთერში მე უძღვები მას ქეთევან ბერძენიშვილი და დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახდნენ პარტია თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს ნომერ 47 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი მამუკა მღვდელაძე მე ერთი კვირით გემშვიდობებით კარგად ზანდებოდეთ დიდი მადლობა თქვენ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები როგორია პარტიების წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამები და დაპირებები როგორია გენდერული თანასწორობის საკითხები პოლიტიკურ პარტიებში ქალთა პოლიტიკური აქტივიზმი ეს და სხვა თემები გადაცემათა ციკლში გენდერი და არჩევნები ყოველ ოთხშაბათს 18 საათზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9-ზე ასევე გვისმინეთ ონლაინ www.radiodk.gr გენდერი და არჩევნები ქეთევან ბერძენიშვილთან ერთად